საბა მიქელაძე, პიანისტი. ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საფორტეპიანო მუსიკის განხრით. შვებით. თქვენ? რეპეტიცია გაქვს? არა, ინტერვიუ. თქვენ რა შვები? ნოტები მომენ რა. ხვალ 3-ზე სავარაუდოდ. აი, სადღაც 1 საათნახევარს. Yep, წავედი. მადლობა. თვითონ სტუდენტობაც უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან დაკავშირებულია ძალიან პოზიტიურ მოგონებებთან, ძალიან ბევრ საინტერესო მუსიკოსთან მომიწია მუშაობა, ძალიან მაგარ პროფესორებთან მაქვს დღემდე კონტაქტი და ამის მადლიერი ვარ მართლა, იმიტომ რომ იმდენი რამე ვისწავლე და იმდენი რამე ავითვისე, რაც აქამდე ჩემთვის უცნობი იყო და ყოველთვის მადლობას გადავუხდი ალბათ ამ სივრცეს. ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან დაიწყო ბავშვობაში, 3 წლის ასაკში კერძოდ, როდესაც ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც დედამ და მამამ ჩემთან ერთად აღმოაჩინეს, რომ მქონდა კარგი სმენა. ეს ყველაფერი დაიწყო პატარა მელოდიით, რომელიც ტელევიზორში გაჟღერდა. ეს იყო ქართული ფილმი პირველი მერცხალი და იქ იყო მელოდია, რომელიც საკმაოდ ნაცნობი არის. და აქედან დაიწყო ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ უცებ დავიწყე ამ მელოდიის დაკვრა ფორტეპიანოზე. ყველაზე რთული მაინც ის იყო, რომ მუდმივად მესმოდა, რომ რატომ თქვათ მუსიკა. მშობლებს გარდა უყოთ, ეს ძალიან მტკივნეული თემა იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ახლო წრისგან იყო კრიტიკა, რომ აი ეს ბავშვი სხვას არაფერს არ გააკეთებს, ან რაღაც ესეთი შეკითხვები და მე ვერ ხვდებოდი ამას, ვერ ვიაზრებდი და ძალიან ემოციურად მოქმედებდა. ეს იყო თითქოს რაღაცა კომპლექსების რაღაცა მოხვევა თავზე რაღაცებისგან. პირველი მუსიკა შევქმნით 16 წლის ასაკში, დავწერე საავტორო სიმღერა და აქედან დაიწყო კომპოზიციის ჟანრის განვითარება. ჩემი შემოქმედებიდან ბოლოს ავტორო სიმღერა აუდიო ვერსია To My Darling იყო, რომელიც Bravo Records-ში ჩავწერეთ და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და ძალიან ყოფილი დარჩა მსმენელი. My darling keep shining, keep smiling, 'cause I'll never break your heart, and you'll never stay as a memory. მაინც გულწრფელად დაწერილი სიმღერაა და ვთვლი, რომ ძალიან ემოციურია და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მსმენელის ხურამდე და გულამდე საინტერესოდ მიაღწია ამ სიმღერას. ყველაზე დიდი წარმატება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა კარნეგი ჰოლის სცენაზე. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ 16 წლის ასაკში მე რგო რაღაცა ცხოვრებისგან და ჩემი საყვარელი პროფესიისგან რაღაცა საჩუქრად, რომ აუცილებლად უნდა წარდგალიყავი ამერიკელი მაყურებლის წინაშე და თან კარნეგი ჰოლში, რომელიც არაერთი მუსიკოსის საოცნებო სცენა. არაერთხელ გავხდი გრან პრის მფლობელი, ლაურეატის წოდება მქონდა, ასევე რამდენჯერმე პირველი პრემია და სასიხარულო იყო ეს ყველაფერი. სცენაზე გასვლის წინ მაქვს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რიტუალი, რომლის გარეშეც არ შემიძლია. პირველი არის აუცილებლად ლოცვა, მეორე არის ვცდილობ, რომ საკუთარი თავი დავამშვიდო და ეს მოიცავს კონკრეტულ სიტყვებს, რომელსაც ეხლა არ ვიტყვი, მაგრამ ხო, მაქსიმალურად ვამხნევებ ჩემს თავს და მესამე არის, სხვათა შორის ძალიან არ ვიცი, შეიძლება ხშირად აკეთებენ ამას, მაგრამ ჩემთვის მაგალითად სარკეში ვიყურები ხოლმე და ზედმეტი სიტყვის ან საუბრის ან რაიმე ასობგერების გამოთქმის გარეშე თვალებში ვუყურებ ჩემს თავს და ვცდილობ, რომ რამენაირად მივცე ენერგია.
სცენაზე როცა გავდივარ, თითქმის არაფერი არ მესმის და არც ვფიქრობ იმ მომენტში არავის. უბრალოდ ვფიქრობ მუსიკაზე და კონკრეტულ კომპოზიტორზე, რომელსაც ვასრულებ. ძალიან ბევრჯერ შენიშვნა მოუწია, ძალიან ბევრ ახლო მეგობარს, რომ სცენაზე რომ გამოდიხარ, თვალებში მაინც შეგხვედი ან გაგვიღიმი ან ასე შემდეგ და უბრალოდ არ შემიძლია იმ მომენტში, რადგან ყოფილა ესეთი მომენტი, რომ მაყურებლის მიმიკამ რატომღაც კონკრეტული პიროვნების მიმიკამ რატომღაც სრულიად სხვანაირად განმაწყო და სხვათა შორის არ იყო ისეთი შესრულება, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. ერთი ძალიან დიდი კომპლიმენტი მახსენდება, რომელიც რატომღაც დამამახსოვრდა და თითქოს მახსრა დააგდებათ უფრო ჩავთვალე, ვიდრე კომპლიმენტად. ეს იყო პიანისტ პაროდისტი. იმიტომ რომ პაროდიების გაკეთება მიყვარს ხოლმე ახლო წრეში. ერთ-ერთი იყო ესეთი ნინო სუხიშვილის პაროდია იყო ვიდეო. არა მარტო გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, სიგამხდრეს, სიმაღლეს, ნუ სტაებას კიდე გასაგებია შეიძლება დაბალი ბიჭი იყოს ტრიუკაჩი და ეს მოსულა. ჩემთან ყურადღება ექცევა სიგამხდრეს, სიმაღლეს, ნუ სიმაღლეს შეიძლება ბიჭი იყოს დაბალი და იყოს ტრიუკაჩი და ეს მოსულა. მაშინ იყო, არ ვიცი, კრიტიკის და მოწონების, არ ვიცი, ქარცეცხლი, ერთი მხარე ერთს ამბობდა, მეორე მხარე ზოგი არასერიოზულს მეძახდა, ზოგი მაგარს მეძახდა და შესაბამისად ამან სხვათა შორის ჩემში ძალიან დიდი კომპლექსი გამოიწვია, იმიტომ რომ მე როგორ გითხრათ, ზოგადად კრიტიკა მიყვარს, მაგრამ ისეთი ადამიანებისგან ვიღებ კრიტიკას, ვისგანაც ვთვლი რომ ვიმსახურებ ან ობიექტურია, ხო, ის და არ არის სუბიექტური. ჩემი აზრით აუცილებელია რომ არტისტს ჰქონდეს საშუალება რეალიზებისა, შესაბამისად ეს გულისხმობს ბევრი კონცერტის ჩატარებას. ეს არის აუცილებელი ფაქტორი მუსიკოსის ცხოვრებაში. აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ მქონდა სოლო კონცერტი, 31 მაისს მქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ეს ჩემთვის. ყოველი კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონცერტებს აუცილებლად მოყვება ან თვითკმაყოფილება, ან უკმაყოფილო ხარ. ძირითადად შემთხვევაში მე ყოველთვის უკმაყოფილო ვარ მაგალითად, მაგრამ მაინც ძალიან დიდი გამოცდილებაა რა. ეს არის ის როგორ გითხრათ გზა, რომელსაც აუცილებლად უნდა დაადგეს ნებისმიერი არტისტი, თუ უნდა მას რომ რეალიზებული იყოს. ჩემი მიზნები ასოცირდება ძალიან ბევრ კონკურსთან, ბევრ კონცერტთან, რადგან ეს ის როგორ გითხრათ საფეხურია, რომლითაც შემდეგ უკვე ძალიან დიდ ეტაპებზე გადახვევ.